გამარჯობა მეგობრებო, მე ოთო ვარ, ეს ირაკლია, უკან მათე, პრეზის ძინავს და დღეს ჩვენ მივმართებით off-road გასვლაზე და მოვინახულოთ ასეთი ადგილი დანახვისი, რომელიც მდებარეობს დაახლოებით გორთან ახლოს. ვართ 4 ავტომობილით, წინ მიდის პაჯერო, მერე პატრული, მერე Grand Cherokee თუ უბრალოდ Cherokee და მერე ჩვენ დისკო 3-ით. როგორი გზა არის, არ ვიცით, ის ვიცით რომ ამინდია კარგი და იქიდან არის კარგი ხედები. დანარჩენს ნახავთ როგორ გამთარდება მოვლენები და რა შესაძლებლობები აქვს Land Rover-ს off-road-თან მიმართებით. აჰა, პირველი წინაღობაც შეხვდა. გადავყავს ლენდო დამადაბლებელზე და გადავალთ დინარეს. აჰა. ისეც ასე, ისე რა. დინარი არის არაუშავს რა. ჩვენ დაგვიჭირდეს რა თქმა უნდა. არა, რა თქმა უნდა, ეხლა ლენდოს ეს არ გაუჭირდებოდა, ჩვენ ეს ვიცოდით. აი, მე მგონი საბურავების დაშვების ცერემონიალი უნდა შევასრულოთ. საბურავების დაშვების off-roaderული ცერემონიალი. ნუ, იცი რა არის, კარგი ეს წინ ეს ჯიპი მიდის, სადაც ეს ჯიპი გადადის ისე, რომ ქვევით არ უხახუნებს. მე მშვიდად ვარ რა. მე ვიცი რომ ჩვენ ისე გადავარდ. ამას ამოჩვენე. ვაი, ვიღაცას ესეთი გაზდის? დია. მე მგონია რომ ვიღაცას ეთი გაზდის. ვეჭვენ. შეიძლება წყალისადმი შეესხა და არა, აშკარა შუაში აქცევს. არა, ზეთია ეს. ზეთი გაზდის. აი, ჯანმრთელი აღმართი კი არის. და აქ წვიმაში შანსი არ არის. და დამადაბლების გარეშეც თული იქნება პატიცემო. ამბოა. არა, ნახეთ ჯიპი რა შოა. ხო, ჯერჯერობით მიდის კი, მაგრამ მეგობარო, მე მგონი რაღაცა გაგდის. ხო, იმიტომ რომ აშკარად ის არის, რა ქვია, აი? არა, თითქოს. აი, ხაზად იყო ზუსტად შუაში რა. ყვებოდა თან ისა. გიფიხარ. კარგი, წავედით. შეგაზანზარათ? რა სიტყვით მოგწონთ? კარგია? ანუ მომავალში წამოხვალთ და დამეხმარებით ვიდეოების კეთებაში? ვა, ნახე როგორ ისეთი სრულ დაპირებებს მოგწონთ. ერთხმად ამბობენ კი ის, ოკეი. გავიჭედეთ. სავარაუდოდ გზა მეტი იქით არ მიდის. არწევის ხმად შემოგვესმა. ჭინჭარია ეგ მიმართულება. აქაც სამუშაო არ არის რა, ტალახია აგერა. ტალახი აქ ტალით და სამუშაო ადგილი არ არის მე. ვა, როგორი ცუდი ჭინჭარია. იგემე, ხო გემო? იგი პირველი წინაღობა გადავლახეთ მეგობრებო, რომელიც იყო ხის მოტეხილი ხე იყო. აუ, როგორ მეცოდება ახლა ის Cherokee, აი შავი მანქანა, აი ამ ტოტების მერე იქნება. აი ამ ჯიპით აქ წამოსვლა, უბრალოდ არ არის თლაც. დიდ გულს მოითხოვს პატრონისგან, რომელიც ამ ადამიანს აღმოჩნდა. ერთი მომენტი ის არის, რომ ასეთ გზაზე რომ მოდიხარ იმ მანქანას უკვე იმეტებ იმისთვის, რომ იმის შიტოკები და ნაკაწრები და ასე შემდეგ აღარ უნდა გაღელვებდეს, თორე იმდენი ტოტი და მოკლედ რაღაცა გვხდება, რომ მოეჭველი ჩამოხვალ ძალიან დაჩხაპნული რა. ჯიპს უჭირს, ვა და ჩვენს ჭკუა უნდა ვიხმაროთ და წავიღო ჩაგვაქვს კარიაში. ეს არ უნდა გვექნა, აშკარად არ უნდა გვექნა ეს. მაგრამ ლენდორის ლენდო ამოვიდა. აიცა, ერთი წამით აქ უკვე ცოტა დაფიქრება არის საჭირო. ლენდორია, ფერაცა რომ
არა, ესეთ არა, აწიაზე ვიტო საუბრობ დაედა. Extended mode-ში გადაიყვანა. კარგი იყო. შეშას ვაგროვებ ამასთანავე. საკმაოდ დიდი ორმოებია. შეგი, უნდა აღვნიშნო შემდეგი ფაქტი, რომ ეს ჯიპი წინათ მიყვება, არის სტოკი, ასე ვთქვათ, ხო? კი, ქარხნულია. ქარხნულია და ეგ ჯიპი ამ ყველაფერს უმყოფდება. ეს ტრეკი მორჩა, იმიტომ რომ აქეთ გზა არ მიდის. ჩამოიშალა. არა, აქ აი ამ მონაკვეთზე გადასვლა შანსი არ არის. კი. აქ გამორიცხე. ნუ ხა თუ ლაფატკები გვაქვს და მუშაობა გინდა ხო ისე აღია. მუშაობა ჩამოვიდა. თეთრი მუშაობა და მე აზრი არა. და შეიძლება იქ დაგწეს კიდე რაღაც. ჩვენ მინდა მე იქით ამდელოდე. ის გზა პირდაპირ გადიოდა. ჩვენ როცა იქ ახლა ნამყოფი რო ვიყავი ინტერესანტი. ეს გზა ახლა იმაზე დატანილია საკაიფო გზა. კარგი, უნდა დავაორგანიზოთ ესე იგი მოტრიალება რა. ასევე ვეღარ მივდივარ. ამ გზით ვერ მივდივართ ხო? ტრიალდებით მივდივართ უკან. უნდა ვიპოვოთ სხვა გზა. ხო, საჭმელი დაინახა ოპერატორმა და საერთოდ არ აინტერესებს გადაღება. პატივცემული ოპერატორი სხვათა შორის მყავს ისე გამოკვებილი მყავს. წყალი არაკლია, სასმელი, ყველა არაფერი არაკლია. რუბლიკი არაფერი ჩემს ოპერატორს არაკლია, რადგან და ხეირი არ იღებს. ეზარება, ეს არ ვიცი. გამართაცემული. კამერა ჩართე, კამერა. აკულია კამერა. იღებს? მე მაშინ დამიმიზდე, ასე ყვევით რომ გიჭი. არა, ბავშვო, რა სიტყვით ოპერატორი მოგწონთ? Perfect. კარგი ოპერატორია? აი, ემუდა რომ გამოიწე, მოიწე. მოკლედ ბიჭები მეღადაებიან. ოპერატორი თემბრენაზო გამოწევი. და უნდა თქვა რომ თლად შორს არ არის. სიმართლიდან. შენსკენ რომ მოატრიალო კამერა. იმენა თემო არის და მინდა რომ აი ცოტა ხნის წინ რაც თქვია მანქანაზე ეს დავაფიქსიროთ სადმე ვიდეოში რა. რა შეხედები. რაღაცას იძახდი ამ მანქანაზე, ნელ-ნელაო ეს მანქანა რაო? ყვარდება. მინდა რომ სახე ჩანდეს შენი სახე რო ჩან. ნელა ეს მანქანა მეყვარდება. ხომა ჯობია. კმაყოფილი ვარ შედეგით. და ეს მხოლოდ 9 საათი ოფროუდზე და მერე ნახე თქვენ მეგობრებო. ინსტრუქცია სავსებით კონკრეტულია. როდესაც რაღაცა ხდება, გადაიღე, როცა არაფერი არ ხდება, გათიშე. მაგას თვითონ ვიკონტროლებ, ზოდის რა ხდება და არაფერი არ ხდება. Короче, менеджерები არის რთული ხალხი. ნამდვილად. აუდიტ ეცადეთ თქვენ იყოთ მენეჯერები. თქვენ თქვენ იყოთ რთულები და თუნდაც მოგეწევთ. აქ ისეთი მონაკვეთები, აი ეგეთ მონაკვეთზე, როცა ის წინ წავა რა, შენ უნდა გადმოხვიდე, გაიქცე, ზევით დადგე და ზევიდან გადაიღო როგორ ამოდივარ. ხო, მაგას მეც ვიზამ. ოპერატორი ხო? გამედარო. კაი, მართლა იყავი მოვალ ჩვენ ჩამო. აი ეს მონაკვეთი იქნება ახლა გამოწვევა ჩვენს უკარო ჯიპი მოდის იმისთვის, იმიტომ დაუსრულდება საბურავები და ზოგადად წაუბუქსავებს. ეს სიტყვები ნიშნავს იმას, რომ მე უნდა გადავიღო უკანა ჯიპი. ხო, აი შოქში ვარ, აი ინსტინქტები აქვს უბრალოდ ჩემს ოპერატორს, ეგრევე ამუღამებს რა. ეგრევე რომელი კადრი აიღოს, რა შეცვალოს რა და არ ვიცი რა გამიმართლა, მოკლედ და შენ კიდე თემუდან ჩამოტარგე სპეც შეკვეთა ბიჭო, სპეც შეკვეთა. 90-იანების მეორე ნახევრის 2 და 4 ძრავი აქვს და არც დალიფტულია, როგორც ეთყობა. რამე განსაკუთრებული არაფერი არ აქვს, მაგრამ შენი რა დადის ავეც ამ გზებზე? ვერ ვიტყვით რომ რამე ეთყობოდეს იმის რომ რამე უჭირს მაგას სიარულის. რაღაცა საინტერესო რა თქვა ეს ისე მარჯვნივ. ოკეი. ვაუ. ნელა ვიღო და რა მანქანა პრინცესა. ჩახტა. აი ესეთი მონაკვეთების გადასვლაც მე ვა ნახე. აი დიდი გახრა. ყლაპოში.
ხედავ ბიჭებს როგორ გამოუმუშავდათ ინსტინქტი ჩათვალე რომ მეორე კამერაც გჭირდება პატივცემულო. მეორე კამერა გჭირდება და პატარა საოფროდე მანქანა გჭირდება, ამათ თავები არ აქვს. პულტები თუ არა მანქანიდან. რომ მოგზდეს რაღაცა პატარა ხო? იპი ბუდისტი. არის მანქანა. ათი კილოგრამ გეცი. ამ წერტილის იქით მანქანა არ მიდის, სადღაც 600 მეტრი გასასვლელი ფეხით. საკმაოდ ლამაზ ბუნებაში ამოვწდით დღეს. მოდიათ 15 წუთია, მაგრამ ისეთი აღმართი ვართ, რომ აღმართია რომ გავიბერეთ და აი რა გველოდება წინ. ისეთ ადგილამდე ამოვედით, საიდანაც აიქით სადღაც მანდ ჩანს გორი. ავტობანიც მან მიედინება. ხედი არის ულამაზესი. რთულია კამერაზე ამის დაფიქსირება. მაგრამ ზევიდან დახურებ გორის რაიონს. აი ესე ავალთ და დანახვისის ეკლესიასთანაც მივალთ. დანახვისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია. ამის დაკვრა არ შეიძლება. არ შეიძლება. შევიდეთ მომშიგნით. დავათვალიეროთ. ვიღავი? ვნახოთ. ჩვენ ეს შევძელით, ამოვედით. რთული გზა იყო, ასე თქვით ბიჭები, რთული იყო. რთული იყო ბიჭებმა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ხედი გვაქვს. ლამაზესი. გადავწყვეტეთ რომ არის კიდევ ერთი მთა, რომელზეც გვინდათ რომ ავიდეთ და ნახოთ. ამიტომ ვიდეოთ მაგ მთაზე. ამინდი მშვენიერია. საერთოდ არ ცხელა. საერთოდ არ ცხელა. წყალი ცივი გვაქვს. ცოტა აი მაცივიდან ახალ გამოტანილი არ არის თლათ, მაგრამ კარგი ხედებია. აჩვენე. აბა როგორი ხედია პატივცემულო. აუ მართლა მაგარი ხედია. ვა.
რომელი? სალომე. აი ზევით. მან დადის. სალომეს მთაკი არა, მთა სალომე ანუ. ლომებიაო რა. მეცეთყვი რაღაცას ერთი წამი. როგორ ვინ არის ეს სალომე? დანახვის ის მთაზე რო ვიყავით, აგერ სადარჩი. ხო, ის არის ჩვენს ქვევით ახლა. ჩანდა უკან მაგაგერის ხელი. აი ვიყავით, ხო. აი ჯამჯამას ეხლა ზუსტად აი ეხლა ვართ 1923 მეტრზე და აი გავიდეთ 2000 მეტრით. იქ რო ავიდეთ? აგერ ამ წორზე იძახით თუ იქით? ამ წორზე კიაო. 2000 მეტრიც გვექნება. ეს არის რაზმეთი, ამას რო გავყვეთ, კეთკეთ გავალ საბუღროსკენ და მე ვერ მივადგები. გავდივარ ჩვენ. ვერ გავდივარ? ის გზა მე მგონი არა. მე მივადგები ჯამჯამი. ეს არის რაზმეთი. რაზმეთი, მაგარი ადგილია. კლდეები, ტყე, მინდორი, რა გინდა სულო და გულო. ყველაფერი აქ არის. მოგწონს ეზი? კი. მაგარი ადგილია ძალიან. აი ესეთი არა რომ ჩამოჯდები და დაფიქსდები ამ ცხოვრების ამავებას. ამ ყალიას მოუყებოდი და გადაასვენე. ო, ის არის რა ქვია. ის როგორც ბორბალი მოხდება მინდორზე რა. ეგრევე იმაშობა. სად გავჭედეთ ეს ბოთა? ჯერ ის ამის ვაფშე არა. ერთ გამოუბა ვერს. რა ჩავაბა თუ ხო? არა, რა ვაფშე. მოკლე? აი მასა. ასე არ ვიცი, პროსტა მიხედი. თუ არა. ხო? ხო, მიხედი. ხარგი და შეიძლება გაანეჭო და ისია. კაცი აიდე და აუ. ძალიან მაგარი გზა არის. აი იმ გზას, როდესაც ამოვედით, ეს ბევრად ჯობია, ბევრად. მე ეს გზა უნდა დავიმახსოვრო ეს გზა. ეს არის აი ოვერლენდინგისთვის იდეალური, აქ მოხვედი, კარავი გაშალე, აჭმელიც გაიკეთე, რა ყველაფერი გაიკეთე და დაისვენე რა. პროსტა რა ოპერატორს გავსდი. ირაკლასგან, აი ცოტა ხანი მაცალეთ, აი ცოტა. აი ხო ხედავთ ბიჭებო როგორ ცინის რა. თქვენ ნახეთ ერთ წელიწადში ამის გადაღებული კადრები იქნება. აი ნახავთ რომ აი რაღაცა ინსტინქტი რო ეუნება რომ აუ აქედან მაგარი კადრი გამოვიდა რომ გარბის ირაკლა რა. ოდნავ გაიმოს და ირაკლა რომ გარბის. აუ რა ჩელენჯი ჩასვლა არის იცი შენ? პირველშიც კი ჩავაგდებდი ისეთი ჩელენჯი ჩასვლა არის. მარტინო აიღო ჯობი. კი ესეთი პერიოდში. ო სად დავდივარ და ხადაო? ო ამ ჯიპმაც მაგრათია რა. ნახე სად ვართ? აქ მოტოთი ჩასვლა გაჭირდება მანქანით კი არა. მიდივართ პირდაპირ. ასე კარნახობს პატივცემული. ოდნავ მარჯვნივო. პირდაპირ, ოდნავ მარჯვნივ, პირდაპირ. მოკლედ ისეთ ნიშნებს მაძლევს რომ მარჯვნივ, კარგია, კარგი ხარო. მარცხნივო, რასაკეთე? კარგი ხარო. აჰა, მარჯვნივ აიღეო. არა, ნიშნები აქვს, იმისთან და სიტყვის თქმა არ ჭირდება. მარჯვნივო, პირდაპირო, ესე იძახის. მიდი მარჯვნივო, კიდევ ავიღეო, აი. ირაკლამ ერთი წუთი მოიცადეო. წამოდიო, კარგი ხარო ირაკლა იძახის. ახლა აქ არის ისევ ჩელენჯი მონაკვეთი. კარგი ხარო. მოკლედ უსიტყო. მაგარი პარტნიორობაა რა, უსიტყოთ მესმის მისი, უსიტყოთ. როგორი პარტნიორობა გქონდა უსიტყოთ გესმოდა ერთმანეთის. ეს შენ კიდე იძახე არა არ მინდაო ჩავიდეო. აბა, კარგად და ეს მართლა გმირია. დავაფიქსიროთ იმისი რა ქვია. ეს ისიც ღირდა ის ფრაზა რომ
აღარ მინდა ვისაო რა ქვია. რო დაღმართი იყო ხო? გაწყდა უკვე. არა, მაგრათი არა რა. ეხა ამას ეგეც არ უნდა მოთხოვა მანქანას რა, რაც ამანი არა რა. ეგ არ არის რა. ზედმეტი იყო, კი. ცოტა ზედმეტი იყო რა. ეს რა ფუნქციისთვისაც არის შექმნილი, ანუ იმაზე ბევრად მეტი შეუძლია ოფროუდზე რა. მაგრამ აი ეს ასეთი გზა ზედმეტია. ზედმეტია კი. თუმცა როგორ ჩანს თუ კი პატრონი ის დაემართა პატრონს, რაც შენ დაგემართა და ცხვირი შეყო, არ დატოვებს რა და გამოიყვანს. კეთილი, აბა კარგად იყავით. წარმატებები. მომავალ შეხვედრამდე.